ეთერში ახალი 6 სოფო ჩარკვეტაძესთან ერთად საღამოშიდობის. არასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილის სახელზე მიმართვას ავრცელებენ. 9 წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან მოითხოვს გადახედოს ლტოლვილთა მინისტრობის თანამდებობაზე დავით დარახველიძის კანდიდატურას. ასევე მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს კანდიდატების შერჩევისას. მოტივად კი დავით დარახველიძის მიერ გაკეთებული რასისტული გამონათქვამები მოყავთ. არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ მინისტრობის კანდიდატმა ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები გამოიყენა. გარდა ამისა, მას ჰქონდა აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას. აღნიშნული გამონათქვამები ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს და ევროინტეგრაციის კურსსაც. საქართველოს საგარეო პოლიტიკის განცხადებული პრიორიტეტია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. აღნიშნულია არასამთავრობოების განცხადებაში. ისინი სთხოვენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მეტი სიფრთხილე და პრინციპულობა გამოიჩინოს, ხოლო საჯარო მოხელეები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საჯარო გამონათქვამებს და თავის შეიკავონ სიძულვილის ენისა და რასისტული გამონათქვამებისგან. განცხადებას ხელს აწეს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42 მუხლი, საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველოს სამართლიანი არჩევნების ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, რეგიონული მედიის ასოციაცია, მრავალეროვანი საქართველო მწვანე ალტერნატივა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაცია მაღაროში დასაქმებულებს მიმართავს დროებით მაინც განაახლონ მუშაობა, ვიდრე ახალი პარლამენტი შეიკრიბება და შეძლებს იმ საკითხებში სამართლებრივ ჩარევას, რა მოთხოვნებიც აქვს გაფიცულებს. შეგახსენებთ ხელფასების მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით რამდენიმე დღეა ჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. გაეთვალისწინებენ თუ არა ისინი ხელმძღვანელობის მიმართვას. ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებს დღეს მირიან გორგოძე აშუქებს. ახლა ის პირდაპირ ეთერში გვერდება. მირიან საღამომშვიდობის გისმენთ. დიახ, ჭიათურაში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო შპს ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაციამ მიიღო სპეციალური განცხადება, რომლითაც ისინი მიმართავენ როგორც ახალ ხელისუფლებას, ისე მათ თანამშრომლებს, საზოგადოების ყველა დაინტერესებულ წევრს და ასევე საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს. ეს არის საკმაოდ ვრცელი მიმართვა. მე ეხლა წაგიკითხავთ ძალიან მოკლე ამონარიც ამ მიმართვიდან, რაც ამჟამად ჭიათურის საბადოში ხდება პოლიტიკური და სოციალური პრინციპებიდან გამომდინარე, არანაირად არ ესადაგება დემოკრატიულ ნორმებს, რადგან დასაქმებულ 4000 კაცში ის ბირთვის არსებობს, რომელთაც აქვთ მუშაობის სურვილი, სამედიცინო დაზღვევის სურვილი და ხელფასის იმ 25%-იან გაზრდაზეც თანახმა, რაც მათ ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობამ ამ ეტაპზე შესთავაზა. ამ მიმართვის საფუძველზე ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციას თავაზობს ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულ ყველა ადამიანს, რომ ისინი დაუბრუნდნენ სამუშაოებს დროებით მაინც, სანამ არ შეიკრიბება და არ მოხდება ფორმირება ახალი პარლამენტის, რათა მათ შემდგომ მოახდინონ იმ საკითხებში სამართლებრივი, ასე ვთქვათ, გარკვევა, რა მოთხოვნებიც აქვთ გაფიცულებს. მუშა პროცესში მოხდეს ყველაფერი, მუშა პროცესში მოხდეს გამოძიება თუ რამე დააშავა ვინმა, მე პიროვნება გიორგი ჭავჭიანიძე ხო, არც არ მიმალები ამ ქალაქში უნდა ვიცხოვრო, უნდა ვაკეთო საქმეები. თუ რამე დანაშაული მაქვს მე, ან ხალხის წინაშე, ან რაღაცა კრიმინალი მაქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა გამოიძიეს ეს. დიახ, ასევე დღეს ჯორჯიან მანგანეზის შენობის წინ მყოფმა მაღაროელებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობა და ადმინისტრაცია, ხელმძღვანელი პირები ცდილობენ, რომ მათზე ზეგავლენა მოახდინონ დაშინების მიზნით, რათა მათ ასე ვთქვათ შეწყვიტონ საპროტესტო გამოსვლები. საუბარია კონკრეტულად ითხვისის მაღაროში შეკრებილ მუშებზე, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა ასე ვთქვათ საპროტესტო მჯდომარე საპროტესტო აქციებს მართავენ, როგორც მაღაროელებმა განმარტეს, დღეს მათთან ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელი პირები მივიდნენ იმ მოტივით, რომ მათ საპროტესტო გამოსვლები შეეწყვიტათ. თუმცა ჩვენ შევეცადეთ და ასევე ვიპოვეთ ითხვისის მაღაროს ხელმძღვანელი ნუგზარ ჯუღელი, რომელმაც ჩვენთან საუბარში ეს ინფორმაცია უარყო და მას აბსურდული უწოდა. ჩვენ რომლებიც არ ვდგავართ ამ საწარმოოს წინ კაპიტული ხალხი, ჩვენ საინიციატივო ჯგუფს დამირეკეს ემწუში ტელეფონზე მაღაროდან, სადაც ჩვენი ბიჭები არიან მაღაროში ზიან და იქ არიან მაღაროში წოლიარი აქციას, რომელიც აკეთებენ, დაგვირეკეს. მზადყოფნაში იყავით ბიჭებო, ამოსულები იყვნენო, აი ეს საწარმოოს ხელმძღვანელები, რომლებიც გუში რო შეგპირდა, აძინსკი რო ყველას მოხსნიო, ისევ ისე რათა ასულები იყვნენ, შემოვიდენო და დაგვიწყეს ძალადობაო. ძალადობა გამოყვანაზე და იმაზე.
წამოვიდნენ უკან და გვითხრეს კაროჩე და განმოგვატანეს ის რომ ყოჯაღად იყავითო ბიჭებო შეგრებილები არიან აქ ტრესტის შენობაში და მოდიან პროვოკაციაზე მასიური ხალხის დაშინება მიდის რაღაც ეგავლენის მოხდენა ცადეს რომ იმათ გაფიცვა შეეწყვიტათ და არა ეგ სიმართლე არ არის ან ისინი იტყვეებია ნუ ალბათ არიან ძალიან ბევრი პროვოკატორები და შეიძლება იმართოდნენ თვითონ ასეთ რამე არ ვაფრთხილებ დიახ, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1 კვირაა, რაც გაიფიცა ჭიათურელ მაღაროელთა გარკვეული ნაწილი, რომელთაც აქვთ ხელფასების 100%-იანი გაზრდისა და სხვადასხვა სოციალური ტიპის პრობლემების გაუმჯობესების მოთხოვნები, ამასთან ისინი პრეტენზიებს გამოთქვამენ ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელი პირების მისამართით და ისინი მოითხოვენ, რომ ამ ადამიანებმა დატოვონ საკუთარი თანამდებობები. მადლობა მერიან ბორბუძე საუბრობდა ჭიათურიდან პირდაპირ ეთერში. თელასის თანამშრომლები ზურაბ არსოშვილის წინააღმდეგ კომპანიის დაფიცული და დათავისუფლებული თანამშრომლები კომერციული დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურას ორშაბათს მიმართავენ. მათ დღეს არცია დამართეს თელასის ცენტრალურ ოფისთან მათი ნაწილი სამსახურიდან დათავისუფლებას, ნაწილი კი დაბალ ხელფასად და კონტრაქტთან და შრომის კოდექსთან შეუსაბამო გრაფიკს აპროტესტებდა. გარდა იმისა, თელასის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ერთ-ერთ მადრას მენეჯერმა შეურაცხყოფა მიაყენა და კორუმპირებული უწოდა. არც ის მონაწილეების განცხადებით კომერციულ დირექტორად ზურაბ არსოშვილის დანიშვნის შემდეგ სამსახურიდან 150-მდე ადამიანი დაათავისუფლეს, მათ ნაცვლად კი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები დაასაქმეს. ამ ეტაპზე მათი მოთხოვნა ასეთია. დათავისუფლდნენ დატოვებული თანამდებობიდან ზურაბ არსოშვილი და თელასის გენერალური დირექტორი აშოტ მანუკიანი. სამსახურში აღადგინონ დათავისუფლებული თანამშრომლები, გადაუხადონ მათ გარკვეული თანხა კომპენსაციის სახით, ასევე გაუმჯობესდეს შრომის პირობები. თელასის დათავისუფლებული და დაფიცული თანამშრომლები ორშაბათიდან პერმანენტული აქციების დამართვას გეგმავენ. აუცილებლად უნდა დატოვოს ბატონმა არსოშვილმა და მისმა გუნდმა თელასი, იმიტომ რომ მათ ამ თელასის მართვა არ შეუძლიათ. და რაც შეეხება კორუფციას და კორუმპირებულებას, რომელსაც ჩვენ გვაბრალებენ, ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი აუცილებლად ცილისწამებისთვის მიმართავს სასამართლოს, ან დაგვიმტკიცონ, რომ ჩვენ ვართ კორუმპირებულები, ან აგონ სრული პასუხისმგებლობით ამ გამონათქვამებზე პასუხი. რა თქმა უნდა სისტემურია. ესენი მუშაობენ ყველა, მოვიდნენ თავთავის ადგილები იშოვეს. მხოლოდ იშოვეს არ იციან რას აკეთებენ. აქ არის საშინელი მიწოლა, მოწოლა, მაპატიე და 1-3 თვეა თუ 4 ალბათ მოვიდა და უფრო არის რაღაცებია კიდე გაკეთებული. არსებული მენეჯმენტის, რომელიც ჩანდაცვა სულ რამოდენიმე თვის წინ წასულა თელასიდან და ჩვენი დაბრუნება სამსახურებში, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით განთავისუფლებული უკანონოდ, ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე და ის კომენტარი, რომელიც დღეს გაკეთდა არსებული მენეჯმენტის მიერ, რომ ვითომდა ჩვენ ვიყავით კორუმპირებულები, არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება და ალბათ არა მარტო ჩვენი თანამშრომლები, ალბათ ის მოსახლეობა, ვისთანაც ჩვენ გვიწევდა ურთიერთობა, ამას მილიონჯერ დაამტკიცეს, იმიტომ რომ არანაირი კავშირი და არანაირი შეხება ჩვენ არანაირ კორუფციასთან არ ჰქონდა და არანაირი საუბარი საერთოდ ზოგადად ახალ მენეჯმენტის იმის თაობაზე, რომ ჩვენ ერთად უნდა გვემუშავა, არ ყოფილა არავითარ შემთხვევაში. ხელფასით გასაზრდელია, ყველა 5 წელია თელასში ხელფასები არ მონატერდება. 2 წელია დაპირებები არის ინტერრაუს მიერ დანიშნული გენერალური დირექტორის მიერ, მართალია ძველის, მაგრამ მაინც დღემდე ეს არ მოხდა. აი ეს ყველაფერი დაგროვდა და უბრალოდ ეხლა ამოხეთქა. უკანონოდ თელასიდან არავინ არ განთავისუფლებულა. ჩვენ შევწავაზეთ ყველა თანამშრომელს. მათ შორის ხელმძღვანელ პირებს, მაშინ როცა აქ მენეჯმენტი შეიცვალა, რომ უარი ეთქოთ ყოველგვარი კორუფციული გარიგებებზე თუ ადრე ესეთი რამე ხდებოდა და მოიყვანა წესრიგში თავიანთი ქსელი და არასანქცირებული, ეგრეთ წოდებული ლევი მიერთებები. ძალიან ბევრმა თანამშრომელმა მიიღო წინადადება და ფეხი აუწყო ახალ მიდგომებს და ახალ მოთხოვნებს, მაგრამ მცირე ნაწილმა, ეს ნაწილია, ვისაც ახლა ჩავლაპარაკობთ, ვერ შეეგუა და არ ისურვა პატიოსნად მუშაობა და როგორ ფიქრობთ, თუ ადრე ვინმე აბონენტს ფულს არ თქელდა, მერე მასზე ჯარიმას ხოლმე ვერ გამოწერდა და თავისი განცხადების და თავისი სურვილით დაწერეს განცხადებები და წავიდნენ სამსახურიდან. ასევე რაღაცა მცირე ნაწილი იყო ისეთი, ვინც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მართლაც წავიდნენ სამსახურებიდან, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა კომერციული სტრუქტურის, ვიღაცა მოდის, ვიღაცა მიდის, ვიღაცა გადადის სხვა სამსახურში, ვიღაცა გადმოდის სხვა სამსახურიდან. ესე რომ ეს ეხლა მონოპოლიებში არ მოხდა და ეს არის ჩვეულებრივი უცვლელი პროცესი ყველა კომერციული სტრუქტურის.
ამ წუთებში ცნობილი ხდება საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები. ცესტრო შემაჯამებელ სხდობას მართავს საარჩევნო კოდექსის თანახმად შემაჯამებელი ოქმი კომისიამ არჩევნების დღიდან არაუდვიანეს მე-19 დღეს უნდა გამოაქვეყნოს. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. თანამშრომლებს ჩვენი ჩათვლით და მადლობა გადავხადო ამ თავდადებული შრომისათვის, იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რომელიც მათ გაწიეს. გაუძლეს ყველანაირ ზეწოლას, რომელიც არსებობდა და შესაძლებელი გახადეს, რომ ეს არჩევნები დემოკრატიული პროცედურა წარმატებით დასრულებულიყო. ახლა მე და კომისიის დივანი კანონმდებლობის მიხედვით მოვაწერთ შემაჯამებელ ოქს, რითაც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ოფიციალურად დასრულდება. მე ახლა პატარა პაუზას მინდა გავაკეთო და კამერებს მიცე შესაძლებლობა აღონ არა სადგამებით არავით ოპერატორებს ვისაც სურვილი ექნება აი აქეთ გადმოვიდა იმიტომ რომ ხელმოწერის პროცესი აქ იქნება აღონ ნელა ასე დამბეჭკარება ყველას გეუბნებით დაიკავეთ პოზიციები და ყველანი განაგებდა ჩვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რამდენიმე წუთში ისევ დაუბრუნდებით. მანამდე ტიროლ-კლუბის დირექტორი ეკატერინე ლემონჯავა, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი რამდენიმე ქვეყანას თხოვა, უკვე 20 დღეა პოლონეთის ციხეში იმყოფება და 78 სხვა პატიმართან ერთად ბოლო 3 დღის განმავლობაში შემშილობს. მისი განმარტებით პატიმრები ციხეში არსებულ რთულ პირობებს აპროტესტებენ. ეკატერინე ლემონჯავამ საქართველოს მას შემდეგ დატოვა, რაც მისი თქმით ჩინარიდან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მასზე ზეწოლა განახორციელეს. მისი თქმით ის საზღვრის დაცვის სამსახურმა დააკავა, რის შემდეგაც წინასწარი დატოვების იზოლატორში და ციხეში გადაიყვანეს. მეცხრე არხი დღეს ტელეფონით დაუკავშირდა დატოვებულს და ასევე საქართველოს კონსულს პოლონეთში. თავშესაფრის მადიები, პოლონეთში მსგავსი ტიპის ბანაკი არის 6, აქედან 4 შეძლილი დაკავშირება, დანარჩენი 3 იყვნენ მამაკაცების ციხეები, დღეს უკვე მეოთხე დღეა აქციით. იმიტომ რომ ბიჭები შეშევდნენ გუშინ წინ ბიალასტოკში ბიჭები შეუვარდნენ დააცემენ შემიშჩი ბიჭები თაყარეს კაცებში გუშინ წინ ასევე ბელაპადლასკაში ეზოში განაფასდეს ტექნოლოგი მასკებით და დუბინკებით და სავარაუდოდ ამას ჰქონდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ფუნქცია, იმიტომ რომ 2-3 საათი იყვნენ განთავსებული და შემდეგ ისინი გაიყვანეს. ანუ ყველანაირი ზეწოლა, ყველანაირი მექანიზმი მათ ამოქმედებს, რომ ისულება მათ არ გააჩნიათ, იმიტომ რომ პოლონეთი არის ევროსაბჭოთა ქვეყანა და მან პირიქით უნდა იყოს ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოება და უფლებების დაცვა, რომელი ადამიანი აქ შემოდის იმისათვის, რომ მათ ყოველ თავშესაფარი. კონტაქტზე ვარ პოლონეთის შესაბამის უწყებებთან ყველასთან და ასევე როგორც ისინი მე მიცხადებ შესაბამის უწყებები ეს საქართველოს მოქალაქეები პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მოთხოვნების შესაბამისად არანაირი ინფორმაციას არ მათბიან ამათთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, სულ მუდმივი კონტაქტები მყოფები ყოველდღიური საქმის ვითარება. მაგას დარღვეული აქვს სავიზო რეჟიმი, შესაბამისად პოლონური მხარე კანონმდებლობით უდგება საკითხს, ვერანაირ საკონსულო სამსახურის ყველანაირ მოქმედებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ დახმარება გაუწიოს საქართველოს მოქალაქეებს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მოთხოვნილი, არანაირ ინფორმაციას არ გვაქვს. უფლებადამცველები და ოჯახის წევრები ბიზნესმენ ილია დალათიშვილის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ჩართულ სახელმწიფო მოხელეებს ამხელენ. ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ მეწარმის წინააღმდეგ წარმართულ კამპანიაში, რომელსაც ბიზნესმენის საკუთრების ხელყოფის არაერთი ფაქტი და 30 წლიანი ვადი თავისუფლების აღკვეთა მოყვა, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის ჩინოვნიკები და მათთან დაახლოებული პირები იყვნენ ჩართული. ირკვევა, რომ დაცვის მხარეს ხელთავს მტკიცებულებები, რომელიც დალათიშვილის უფლებების უხეში შელახვის საქმეში კახეთის ყოფილი გუბერნატორის პეტრე ცისტერიშვილისა და გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილის ახლო გარემოცვის თანამონაწილეობას ადასტურებს. მტკიცებულებების წარდგენას მთავარ პროკურატურაში უფლებადამცველები ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ გეგმავენ. დღეს გავრცელებული მასალების მიხედვით კი სახელმწიფოს მიერ ილია დალათიშვილის მიმართ მიყენებული საერთო ზარალის ოდენობა 7 მილიონ ლარს აჭარბებს.
ილადალაკიშვილის შემთხვევაში ჯერჯერობით ჩვენ დასაბედნიეროდ კეთილსინდისიერი მყიდველი არავინ არ არსებობს. სახელმწიფოა მესაკუთრე იმ ჩამორთმეული გონების. სახელმწიფომ წაიღო და აუქციონზე ერთი ქონება ვერ გაყიდა და მეორეც კიდე კითხვის ნიშნის არის მისი დაგანონება. ასე რომ ამ ქონებას, ჩამორთმეულ ქონებას ამ ეტაპზე ჯერ კიდევ დღეს მდგომარეობითაც არავინ არ აყავს სხვა პირი, მესამე პირი, რომელიც შეიძლება ადეიშვილის მიერ დაწერილი კანონით და სასამართლო პრაქტიკით კეთილსინდისიერ მყიდველად იქნეს მიჩნეული. პირდაპირ სახელმწიფოა ეკონომიკის სამინისტრო. ამიტომ ჩვენ სწორედ სახელმწიფოსგან მოვითხოვთ ამ ზარალს კაპიკის ჩათვლის, ბოლო თეთრის ჩათვლის, რომ დაგვიბრუნდეს უკვე. მინდა ვთხოვო ბატონ კბილაშვილს და ქალბატონ თეა წულუკიანს დაინტერესდნენ ზემოთაღნიშნული საქმეებით და ყველა ის ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, იყო მხილებული წინა ხელისუფლების დროს ბინძური დაკვეთის შესრულებაში თუ კანონობის ჩადენაში, კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაში, ყველა ადამიანი თავისუფალი სასამართლოს პირობებში, როგორც კი ამის საშუალება იქნება რევანშის გარეშე და სასამართლო მართლაც თავისუფალი იქნება, ყველა ადამიანს მიესაჯოს ადეკვატური სასჯელი. არჩევნების საბოლოო შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ცესტოს შემაჯამებელი სხდომის შემდეგ ახლა ბრიფინგს მართავს ცესტოს პრესპიტერი ეკატერინე აზარაშვილი. ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ ამ ბრიფინგს. ჩვენ ოდნავ მოგვიანებით ისევ დაუბრუნდებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მანამდე კი საფრანგეთიდან დაბრუნებული ემიგრანტები ქართული ოცნების ოფისში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატთან დიასპორის საკითხებში როტე სურგულაძესთან მართავენ შეხვედრას. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს და იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც უცხოეთში მყოფ ქართველებს აწუხებთ. სურგულაძის თქმით, ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების საშუალება მიეცეთ. ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ ბრუნდებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც ეკატერინე აზარაშვილი ბრიფინგს მართავს ჟურნალისტებისთვის. დემოკრატიულად განაწილებას იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებმაც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გადალახეს 5%-იანი ბარიერი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით გვინდა მადლობა გადაუხადოთ საარჩევნო ადმინისტრაციის უკლებლიw ყველა თანამშრომელს მათი თავდადებული შრომისთვის, მათ გასწიეს უზარმაზარი სამუშაო იმისთვის, რომ არჩევნებს ქონოდა სწორედ ისეთი დადებითი შეფასება, როგორიც ქონდა საპარლამენტო არჩევნებს. დიდი მადლობა. ახლა პირდაპირ ჩართვა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ჩვენ კი განვარძობთ გამოშვებას. სამშობლოში გუშინ ემიგრანტთა 7-კაციანი ჯგუფი დაბრუნდა, როგორც მათ პრაიმ ტაიმის პრესკლუბში აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში საკმაოდ წარმატებულ საქმიანობას ეწეოდნენ. ამჯერად სამშობლოში დარჩენა აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა არც ერთი მათგანი არ ჩამოსულა კონკრეტული შეთავაზებით და თანამდებობების მოლოდინით ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ შეძლებულ თანამემამულეებს მოუწოდებენ თავიანთი კაპიტალი საქართველოში დააბანდონ და ხელი შეუწყონ ახალი ქვეყნის მშენებლობას. ჩვენ ვიჩქარეთ, იმიტომ რომ გვინდა მივიღოთ პროცესებში მონაწილეობა, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის დალაგების მცდელობაში მონაწილენი, ჩამოვედით ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი პროფესიული ცოდნით, მე თავად იურისტი გახლავართ, ყოფილი მოსამართლე, ყოფილი პროკურორი, მაქვს საკმაოდ ცხოვრებისეული გამოცდილება და მოვახმარ ამას ყველაფერს ჩემ ქვეყანას. მესიჯს ვუგზავნით იმ ჩვენ დატოვებულ მილიონზე მეტ ქართველს საფრანგეთში, ჩეხეთში თუ ბელგიაში, რომლებიც იქ დარჩნენ. ჩამოვიდნენ აქ ის ასე ვთქვათ ბრწყალებში ფულიანი და ფინანსურად უკვე გამართული ქართველები, ჩვენ მართლა არა მარტო გაჭირვებული ქართველები ყავს ის, რომლებიც შავ სამსახურს ეწევიან საზღვარგარეთლებისთვის, რომ ჩამოვიდნენ კერძოდ საქართველოში და ეხლა უკვე ის დროა და ის მომენტი თავისუფლება ეკონომიკური, რომ ჩადონ ინვესტიციები და განავითარონ ეკონომიკა. ლიბერტი ბანკის ყოფილი მფლობელები ქონების დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებენ. ბანკი, რომლის სახელით 2005 წელს მოსკოვში მოკლულ ქართველ ბიზნესმენს მამუკა ჯინჭარაძეს უკავშირდება, 2002 წელს დაფუძნდა. მისი აქციონერები იყვნენ გიორგი გოგუაძე, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედ პარლამენტში ისნის მაჟორიტარად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით შევიდა. ირინა ჯინჭარაძე, შპს-ს თარფორთ რესურსისი, ელენე კოვალენკო და სხვა წვრილი აქციონერები. მათ ბანკი 2009 წელს დათმეს. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტი 12 მილიონად რაიყიდა.
გავრცელებული ცნობით ის ბრიტანულმა საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა. ბანკის სათავეში საქართველოს ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი და ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ჩაუდგა. ვიწყებთ სამხრივ ასე ვთქვათ მოლაპარაკებას, დიალოგს და შესაბამისად შეფასებებთან დაკავშირებით ალბათ მოგვიანებით. ასევე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ინტენსიურად ჩაგაყენებთ საქმის კურსში ჩვენ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ჩვენ რა თქმა უნდა არაფერს ისეთ განსაკუთრებულს არ ვითხოვთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კონსტრუქციული საუბრის შემდეგ თქვენ გაიგებთ ალბათ ძალიან დადებით შედეგებს. ქართული საბანკო სისტემა ცივილიზებული მსოფლიო სტანდარტებისგან ამ ეტაპზე ბევრად შორს არის. ასეთ განცხადებას აკეთებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის კანდიდატი ნოდარ ჯავახიშვილი იმ ცვლილებებზეც საუბრობს, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც წინა პარლამენტმა მიიღო, აუცილებლად შეიცვლება, რადგან ბოლო დროს უწყებაში კვალიფიციურ კადრებზე მეტი პროკურატურის თანამშრომლები იყვნენ. დღესვე ჯავახიშვილი გიორგი ქადალიძესაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქადალიძე ცრობს, როდესაც პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რადგან მისი მხრიდან პასუხისმგებლობის აღება უპირველესად გადადგომას უნდა ნიშნავდეს. ბატონ ქადალიძემ ბევრი რამე თქვა გუშინ და მათ შორის აბსოლუტურად აბსურდულიც, რომ თურმე ერთი თეთრიც არ დაუკარგია ქართულ ბანკს და მე ვფიქრობ, აქ უამრავი ჟურნალისტი ხართ, რომელმაც იცით, რომ ეროვნული ბანკის მონაწილეობით სპეციალურად და დანაშაულებრივად მიღებული კანონში ცვლილებებით ქართულ ბანკმა 190 მილიონი დაკარგა. შეერთებული შტატების ელჩის ვიზიტი ბათუმში რიჩარდ ნორლანდი უკვე ესაუბრა ბათუმის მერს ჯემალ ანანიძეს შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და საინვესტიციო გარემო განიხილეს. ნორლანდმა აღნიშნა, რომ ის ხედავს ორივე პოლიტიკური ძალის მცდელობას იმუშაონ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ქალაქის მერის ჯემალ ანანიძეც ამბობს, რომ საუბარი სამომავლო გეგმებსაც შეეხო. მისივე თქმით, ელჩს შეკითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება ქალაქის თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების თანამშრომლობა. ნორლანდი დღესვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ვარშა ლომიძეს და აჭარის მუფტს ჯემალ პარცაძეს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ კი ნორლანდმა მეჩეთიც მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნორლანდმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ჩვენ ვისაუბრეთ ტრაფიკინგის შესახებ აჭარაში. ბატონმა ლევან ვარშალომიძემ გვითხრა, რომ სამართალდამცავები აქტიურად თანამშრომლობენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ გაუმკლავდნენ ისეთ სერიოზულ პრობლემას, როგორიც ტრაფიკინგია. გონიოს ინციდენტის შესახებ ჩემთვის ცნობილია საერთაშორისო მედიის საშუალებით. ახალგორში შესასვლელად კი მოქალაქე რეგისტრაციას ისევ სამ ადგილზე გადის. პირველი ქართული ბლოკპოსტია სოფელ ოძიში, მისგან 500 მეტრში რუსული ბლოკსაგუშაგოა, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვრად მოიაზრება. მგზავრის დარეგისტრირების შემდეგი ადრილი კი ოსური დამშვები პუნქტია სოფელ მოსაბრუნში. ამ უკანასკნელზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვითადრე რეგისტრაცია სავალდებულო აღარ იყო. არჩევნების შემდეგ კი ის ისევ განახლდა. რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაციაში მიზეზებზე ვერ საუბრობენ. ადგილობრივები კი მიიჩნევენ, რომ ნაცვლად მგზავრობის წესების დამარტივებისა მათ ზედმეტ პრობლემებს უქმნიან. ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა და ახალი მემარჯვენეების ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ ახალი ფრაქცია ქუთაისი ჩამოაყალიბა. ფრაქციაში მღვდელაძესთან ერთად საკრებულოს დეპუტატები კახა ნურალიძე და გიორგი სიხარულიძე არიან. ნურალიძე და სიხარულიძემ ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ნაციონალების კვოტით მოხვედრილი დეპუტატები არიან. მამუკა მღვდელაძემ ახალი ფრაქციის თანადამფუძნებლები მედიას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარუდგინა. ეს არის ძალიან საინტერესო ნაბიჯი გადადგმული იქეთკენ, რაც ჭირდება ჩვენ ქალაქს სამომავლოდ განვითარებისთვის, ჭირდება ქალაქს ურთიერთობისთვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან, სწორი ურთიერთობისთვის. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და გაცილებით მეტია მსურველი მინდა დავაანონსო, მაგრამ ჩვენ სამა პიროვნებამ გავაკეთეთ ეს ნაბიჯი პირველებმა. ჩვენ გადავწყვიტეთ შევექმნათ ფრაქცია ქუთაისი, რომელიც პირველ რიგში ისახავს მიზნად მას, რომ ქალაქის ინტერესები იქნეს მაქსიმალურად დაცული. საკრებულოს ფუნქცია სწორედ გახლავთ ის, რომ ქალაქის ინტერესები უნდა იყოს დაცული. ფრაქცია ქუთაისი შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს ქალაქის პოლიტიკურ ცხოვრებაში და განსაკუთრებით ამ გარდამავალი პერიოდის დროს, რათა არ მოხდეს კომუნიკაციების დეფოლტი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.
ონსახალი დამდებელი ყავს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს დამდებლის თანამდებობაზე ჭობა დამყრელიძე დაამტკიცა. ტენჯისყრის შედარების მიხედვით დამყრელიძეს ხმა 17-მა დეპუტატმა მისცა წინააღმდეგი მხოლოდ ერთი იყო. ჭობა დამყრელიძე ონის პოლიციის ხელმძღვანელად 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. დიდ მადლობას გამოუცხადებ საკრებულოს მთლიანად ამ ხელმძღვანელობისთვის. შევეცდები გავაკეთო მაქსიმალურად სულ ყველაფერი. დანარჩენად გთხოვთ სამუშაო რეჟიმში ნებისმიერ დროს მოგზანდით, დანარჩენ კომენტარებს გავაკეთებ იქ და ვითანამშრომლებ თქვენთანაც. მე ნამდვილად ამ ავანტიურაში მონაწილეობას ვერ მივიღებდი და ვერანაირად პასუხისმგებელი ვერ გავხდებოდი იმ კანდიდატურაზე, რომელიც დღეს წარდგენილი იყო. 8 აუცილებელი მეთოდი მედია ჯარემოს დასაუმჯობესებლად კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის საკუთარი მოსაზრებებით ხელისუფლებას მიმართავს. ეს ჩამონათვალი მოკლედ ასე გამოიყურება საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ მაუწყებლად ჩამოყალიბება. მასტერის პრინციპის რეგულირება მაუწყებლობის შესახებ კანონით სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღების და აუდიო ჩანაწერის აღძრელის უფლება. და კიდევ ერთი საკითხი შევა თუ არა აუდიტი სამსახურის საზოგადოებრივ მაუწყებელში. არასამთავრობოები ინიციატივით გამოდიან საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით აუდიტის სამსახურმა არაჯერმეური აუდიტი განახორციელოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესასწავლად. დამულენილი შედეგებით საქართველოს პარლამენტს შემდეგი საზოგადოებას წარუდგინოს. კოალიციის აზრით ამით ცხადი გახდება სადადასახადო დავალიანების ჩამოწერისა და ტელეკომპანია პიტის მმართველ კომპანია ალანიასთან წარმოქმნილი კონფლიქტიც. მედია ადვოკატირების კოალიცია უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს და ძალიან ბევრი წინადადება, საკანონმდებლო წინადადებას და სხვა ტიპის რჩევებით შემუშავებული იქნა მთელი ამ ხნის მანძილზე. უნდა ითქვას, რომ ბევრი რამ წარედგინა წინა ხელისუფლებასაც და ნაწილობრივ მოხდა გათვალისწინება, მაგალითად თავის დროზე მოხდა მასკერისა და მასტოფერის გათვალისწინება საარჩევნო კანონმდებლობაში. დღეს მედია კოალიციას უნდა, რომ ის ძველი საკითხებით, რომელიც დღემდე გადასაწყვეტია და კიდევ რამოდენიმე ახალი ერთობლივად წარადგინოს და მიმართოს ახალ პარლამენტს, რომ ჩაერთოს მათ გადაწყვეტაში. ეს არის მასკერის და მასოფერის შესახებ კანონების მიღება, ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ჩვენ გვქონდა მთელი რიგი საკანონმდებლო პაკეტები შემუშავებული, რომელიც შეტანილი იყო წინა პარლამენტში. აი ამ კანონების დროული განხილვა, გადახედვა და მიღება. ეს გახლავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხი, აჭარის ტელეკომპანია აჭარის სტატუსის განსაზღვრა, ეს არის ეროვნული კომისიის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესის გადახედვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში კი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა განათლების სისტემის მართვის საკითხებზე პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხო სკოლის არსებული პოლიტიკის ალტერნატივა იყო. პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა პედაგოგებს უსაფრთხო სკოლის ალტერნატიული პოლიტიკის დოკუმენტები და საგანმანათლებლო სფეროში ინსტიტუტის მიერ გამოცემული წიგნები წარუდგინა. ბევრი ორგანიზაცია გვეხმარებოდა იმაში, რომ ჩვენ გქონოდა როგორც სწავლასწავლების მიმართულებით, ასევე სკოლის მართვის მიმართულებით პროექტები, გამოუშვით წიგნები, შევქმნით ტრენინგ პროგრამები, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობდით, სკოლებთან თანამშრომლობდით და პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა დასავლეთ-აღმოსავლეთის მართვის ინსტიტუტს, რომელმაც მოგცა საშუალება, რომ ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა კიდევ სხვა დონორებთან ერთად. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ყოველთვის მზად იქნება იყოს ღია ყველა იმ ორგანიზაციისთვის, ვისაც სურს იმსჯელოს დისკუსია მოაწყოს განათლების საკითხებზე, ჩვენ მზად ვართ ყველასთან ვითანამშრომლოთ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ფოტორეპორტიორ ჯემალ კასრაძის ფოტოგრამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ასე მეტი ფოტო კადრები, რომელსაც ავტორი 35 წლის განმავლობაში აგროვებდა ეროვნული მოძრაობის პერიოდს. მნიშვნელოვან სპორტულ, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებს მოიცავს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია რეპორტიორის საინტერესო რაკურსით დანახული ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების პორტრეტები. ეროვნული ბიბლიოთეკა ჯემალ კასრაძის ფოტოგრამოფენას კვირის ბოლომდე უმასპინძლებს. ადამიანი რომ სურათს ათვალიერებს და უცბად გადააგდებს, არ შეიძლება ის გიყურებს ის სურათი იმაში 1000 რამეს გეუბნება და ეს უნდა მოიკითხო შენ. აი ძალიან ხშირად ვათვალიერებ და ეკადრებს. იმიტომ რომ ის მე ლაპარაკები. ეს სურათები მეტწილად მე მინახავს, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა მუშაობთ რაღაც წიგნზე, ფოტოგრაფიაზე, ყოველთვის ჯემალის სურათები ჩვენ თვალსაწყიერშია. მაგრამ აი ესეთი შტამბეჭდავა და ასე ფართოდ, ესე იგი ჯერ არ გამოფენია, მართალია წლები არ მიაწერა.
ვფიქრობ, რომ ყველაფერი იცის, მაგრამ ასეც არ არის საქმე. და ძალიან კარგი სურათები აქვს კაცს, მათ ეპოქა შექმნა, თავისი სვალი დანახული ეპოქა შეუქმნია. იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მასაიოში ტამოხარამ ეროვნულ მუზეუმს საჩუქრები გადასცა. იაპონელი მხატვრის ტოშიჰიდეს მიერ 1894 წელს შესრულებული იაპონური ფერადი პრინტი, იაპონური საცეკვაო სარიტუალო ნიღაბი და პოლიციის უფროსის ფორმა დღეიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში შეინახება. მე არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ინტერესდებოდა მსგავსი ნივთებით და ვიკითხე. როდესაც დადებითი პასუხი მივიღე, გადავწყვიტე, რომ სწორედ ამ მუზეუმისთვის გადამეცა ეს სამი ნივთი. სევდიანია, რომ ბატონი გამოხარა გვტოვებს, ეს ძალიან დიდი მეგობარია ჩვენი და დღეს კიდევ გადმოგცა საჩუქრები, ეს იაპონური კულტურის ნიმუშები და ამასთან ძალიან კარგია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. წინანდელში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ვირსალაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი პიანისტის სასცენო მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც ვირსალაძის მოგონებებს, ინტერვიუებსა და წერილებს მოიცავს. ინიციატორი კლასიკური მუსიკის დაცვის, პოპულარიზაციისა და გადარჩენის ფონდია. 218 გვერდიანი წიგნი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზეა თარგმნილი. წარმოდგენილი სამი ნაწილისგან შედგება. ეს არის ქალბატონ ელისოს შესანიშნავი წერილები, ეს არის წერილები ქალბატონ ელისოზე და ეს არის ქალბატონ ელისოს ინტერვიუები, სადაც სრულად იხსნება მისი პიროვნება. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მაინც მოხდა ამ წიგნის გამოცემა, მიუხედავად იმისა, რომ მე თავდაპირველად ძალიან წინააღმდეგი ვიყავი. მოჭრი ხეს ამ დევიზით ჟურნალმა სალონმა და ფოტოსტუდია დანიელამ ერთობლივი ფოტოსესია გამართეს. ჟურნალის რედაქტორის თამარ შარაშელიძის განცხადებით ეს იმ ჩვენებით საზოგადოებას ახსენებს იმ ეკოლოგიურ პრობლემებს, რომელიც მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც აქტუალურია. როგორც ფოტოსტუდია დანიელას წარმომადგენელი განმარტავს, ფოტოსესია მიზნად ისახავს თითოეულ მოქალაქეს დაახსენოს, რომ გაუფრთხილდეს ბუნებას. ჟურნალის სალონი რადგანაც სილამაზესთან ასოცირდება, გადავწყვეტეთ, რომ ჩვენი მონაწილეობა აი ესე გამოგვეხატა. ამ გოგოებში, მაკიაჟებში, ვარცხნილობებში არის გაცოცხლებული სხვადასხვა ფანტაზია, რომელიც ჟურნალ სალონის კონკურსის გამარჯვებულებს ერგოთ წილად, რომ თქვათ, გაეკეთებინათ. თითოეულმა თავისი იდეა ჩადო, თითოეულ ვიზაში, ვარცხნილობაში და ჩვენ აი ამ კუთხით მოკეთ ვერთდებით მსოფლიო გამოძახილს ნუმოჭრი ხეს. როგორც იცით, მთელი კაცობრიობა დგას ძალიან დიდი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე და ამ პროექტით ჩვენ გვინდა ყველას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას. ახალი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები მე შეგახსენებთ, ეს რომ დღეს შემაჯამებელი სხდომა გამართა. პირდაპირ ეთერში ვთქვათ ნოდარ ჩაჩვას, ის ახლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმყოფება. ნოდარ საღამოშეთებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად შეაჯამა შემაჯამებელ სხდომაზე. დღეს ცესკოს ყველა წევრმა უკვე ხელი მოაწერა შემაჯამებელ ოლქს, რომლის მიხედვითაც 54.97% კოალიცია ქართულმა ოცნებამ აიღო და ისინი საქართველოს პარლამენტში 85 მანდატით შევლენ, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეტი სარგებელი ხალხს კი 40.34%-მა დაუჭირა ამ მომრჩევლების მხარი და ისინი 65 მანდატით შევლენ საქართველოს პარლამენტში. ცენტრალური საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოლქს რამდენიმე ეგზემპლიარად დაბეჭდავს. ერთ-ერთი ეგზემპლიარი გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და უკვე ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი უკვე ოფიციალურად უფლებამოსილი იქნება ჩაატაროს პირველი საპარლამენტო სხდომა და უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს პარლამენტს, ხოლო დანარჩენი ოქმები დარჩება ერთი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ხოლო დანარჩენი ასლები კი გადაეგზავნება არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს. ცესკოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, როგორც მან განაცხადა, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და არჩევნებთან დაკავშირებით შეფასებები არის დადებითი. დიდი მადლობა ნოდარ ჩაჩვა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ასეთი იყო ახალი 6-ზე ზუსტად 7 საათზე პირდაპირ ეთერში გოგი ახალკაცის მატრიცა გავამეტი. ამით ხვალამდე გემშვიდობით, მადლობა რომ გიყურეთ, ნახვამდის.